სოფელი მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ის აერთიანებს აკეთის თემს, არის 4 სოფელი, ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, გაგური და ჭანჭათი. 4-ვე სოფელში არის ძალიან რთული მდგომარეობა. არ არის გზა, დაფარულია თოვლით, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, არ აქვს გაზი. სოფელი არის საკმაოდ რთული რელიეფის და მოსახლეობა არის ძირითადად ასაკოვანი ადამიანები, იმიტომ რომ დაცლილია სოფლები ახალგაზრდებისგან. დღემდე არ გამოჩენილა მძიმე ტექნიკა, რომელიც შეძლებდა გზის გაწმენდას. როგორც გითხარით, სოფელში არის მოსახლეობა ძირითადად ხანდაზმული. ყველა მათგანს ესაჭიროება მედიკამენტები, ესაჭიროება საკვები. ჩემი დედმამა ცხოვრობს გაგურში. ისინი არიან 75 წლის. მათ ამ ეტაპზე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, აქვთ გათბობის პრობლემაც. ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ მალე ალბათ ვერ შევძლებ მათთან კომუნიკაციას, იმიტომ რომ ვერ ახერხებენ მობილური ტელეფონების დადენას. ის საცხოვრებელი, რაშიც ისინი იმყოფებოდნენ, არის ბეტონისგან აშენებული. მოხდა ბეტონს გაუჩნდა ბზარები, ამიტომ იძულებული გახდნენ, რომ შეეცვალათ საცხოვრებელი და გადასულიყვნენ. ეს გურული ოდა რო არის ოდასახლში. დიდი საფრთხის წინაშე არიან, შეიძლება გაიყინონ, იმიტომ რომ ვერ ახერხებენ მოიმარაგონ შეშა რომ დაანთონ ღუმელი. ეხლაც ინტენსიურად თოვს, იყო დღის განმავლობაში რამდენიმე საათიანი მონაკვეთი, როცა თოვა შეწყდა, მაგრამ ეხლა ისევ განახლდა და კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით. ვერც კი ვურეკავ მათ იმის შიშით, რომ არ გაითიშოს მათი მობილური ტელეფონი და რაღაცნაირად შევძლო მათთან კომუნიკაცია.